რამდენად საშიშია ფრუქტოზა? თუ ხილი გიყვარს, ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და პასუხით უკმაყოფილო არ დარჩები. ეს ბოლო პერიოდია საკმაოდ გავრცელდა ნარატივი, რომ თითქოს ფრუქტოზა ორგანიზმისთვის მავნებელია. ძალიან ბევრი ფსევდო-ინფლუენსერი და ექიმიც კი ურჩევს ხალხს, რომ ფრუქტოზას მოერიდონ და ზოგი იმასაც ამბობს, რომ ის ღვიძლისთვის ისეთივე ცუდია, როგორც ალკოჰოლი. ძალიან გთხოვ ამ ადამიანებს ნუ დაუჯერებ. ყველა მითში არის სიმართლის რაღაც მარცვალი. კი, ფრუქტოზა ისე არ მეტაბოლიზდება, როგორც გლუკოზა და მის უმეტესობას ღვიძლი ამუშავებს. ასევე გლუკოზისგან განსხვავებით ის პირდაპირ ენერგიად არ გამოიყენება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრუქტოზა მავნეა. ღვიძლის გაცხიმიანების, დიაბეტის და სხვა 1000 უბედურების მხოლოდ ფრუქტოზის განსხვავებულ მეტაბოლიზმზე გადაბრალება უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ადამიანს არ ესმის ბიოქიმია, ნუტრიციოლოგია, ფიზიოლოგია და ადამიანის სხეულისა და დაავადებების კომპლექსურობა. ან უარესი ამას ძალით აკეთებს, რათა ხალხი დააშინოს და შემდეგ მათ რაიმე პროდუქტი ან სერვისი მიჰყიდოს. უშუალოდ ფრუქტოზის მავნებლობას რაც შეეხება, ეს საკითხი მულტიფაქტორულია და მოიცავს დოზას, წყაროს, დღიური კალორიების რაოდენობას, გენეტიკას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სხეულის კომპოზიციას, ფიზიკური აქტიურობის დონეს და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში კი ორ მთავარ ფაქტორს განვიხილავ: წყაროს და დოზას. მაგალითად, ვაშლიც და კოკა-კოლაც ორივე შეიცავს ფრუქტოზას. თუმცა რადგან ვაშლის მისაღებად მისი მოკბეჭა, დაღეჭვა, გადაყლაპვა და მონელება გიწევს, ფრუქტოზის ათვისება ნელდება და ამას ხილში შემავალი ბოჭკოც უწყობს ხელს. ვაშლი ასევე გვაწვდის უამრავ მიკრონუტრიენტს, რაც თავისთავად ძალიან სასარგებლოა. ხოლო კოკა-კოლის დალევა და მასში შემავალი ფრუქტოზის შეწოვა ბევრად იოლია. ასევე ის ფაქტი, რომ წყარო თხევადია და ფრუქტოზით უფრო გაჯერებული, ხელს უწყობს მისი ჭარბი რაოდენობით მიღებას, რამაც მართლა შეიძლება გამოიწვიოს მანამდე აღნიშნული პრობლემები, რადგან ზედმეტი აბსოლუტურად ყველაფერი მავნეა, მათ შორის წყალიც კი. ხილის ზომიერი რაოდენობით მიღება კარგი სმეც არაფერს მოგიტანს და თუ ვინმე ფრუქტოზით დაგაშინებს ყველანაირი ნიუანსისა და კონტექსტის გარეშე, სჯობს ესეთ ადამიანს უბრალოდ ყურადღება არ მიაქციო.